როგორ ფიქრობთ, რამდენ ზუსტია შეფასება, რომ 7 საარჩევნო გარემოა, თუ გავითვალისწინებთ მაგალითად თქვენ იყავით, ანუ შესაძლოა ეს მასიური თავდასხმები თუ დაპირისპირება ქუჩაში, რასაც ახლა წესით შეიძლება უნდა ვხედავდეთ, თუ კი დაძაბული იქნებოდა ვითარება არ არის, თუ ამ კრიტერიუმით არის შეფასებული შესაძლოა გარემო ჩაითვალოს 7-დან, თუმცა აი რაზეც ვსაუბრობთ, რასაც იყენებს ერთის მხრივ ადმინისტრაციულ რესურსს, კანონმდებლობას, სასამართლოს და მათ შორის სამიზნე თქვენ იყავით, ამ კრიტერიუმ კი ბატონო, აქაც დაიხია უგან. ამაზე გადავალთ. უბრალოდ რით განსხვავდება ეს საარჩევნო კამპანია სხვებისგან? მოგესალმებით. კი, პირველი სამიზნე ჩვენ ვიყავით რეალურად ტერორის, რომლის შემოტანასაც შეეცადა ხელისუფლება და თუ ჩვენ გაუწვევოდით ასეთ შემთხვევაში და პრეცედენტს დაუშვებდით, ასეთ შემთხვევაში ეს მიიღებდა მასობრივ ხასიათს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის დაერეოდა მთლიანად სამოქალაქო სექტორს და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ ექნებოდა ხელფეხი გახსნილი, იმიტომ რომ ჩვენ რას გვედავებოდნენ, ხო? ანუ რატო ფიზიკურ პირ ხათუნო ლაგაზიძეს ბრალსდებდნენ, რომ ის ფაქტობრივად იძულების წესით მოაქციეს პარტია ერთ ქალიერ პარტია ხათუნო ლაგაზიძე მარტო იმიტომ რომ მიკროფონი მეჭირა ხელში და ვიდექი სცენაზე. ანუ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე შეიძლებოდა ამ გაუკუღმართებული კანონის და ასეთივე კორუფციული სააგენტოს მიერ აღიარებული ყოფილიყო პირდაპირ დევნის ობიექტად, თუ კი ის გამოიყენებდა, თქვათ, მობილურს, ჩაწერდა რაღაცა ლაივს და განათავსებდა Facebook-ზე, სადაც ღიად იტყო და ღია ტექსტით, რომ მას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, არ უნდა რუსეთისკენ სვლა და თქვათ, იქნებოდა მოწოდება, რომ მოდი მივიცეთ ხმა პროევროპულ პარტიებს, ხო? მოუწია უკან დახევა, ეხლა ცლად აღარ მოვყვები წინა ისტორიას. მოუწია უკან დახევა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ქონდა შიში და რატომ დაიწყო მაინც და მაინც ჩვენით დაიწყო, იმიტომ რომ მართლაც უპრეცედენტო მობილიზაცია მოვახდინეთ ერთის მხრივ იმ ადამიანების, რომელიც დღევანდელი საქართველოს მართლაც ღირსებას, სახეს, პროფესიონალიზმს ქმნიან და გააქვთ მთელ მსოფლიოში და მეორეს მხრივ იმ ახალგაზრდული ჯგუფების და ლიდერების, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდნენ. და ძალიან და ასევე სადამკვირვებლო მისიების წინაშე ჩვენთან ერთად მოუწია უკან დახევა. ვეთანხმები აბსოლუტურად მიზეზი არის ერთადერთი, მას ჭირდება ის რა პროცენტსაც დაიწერს რეალური თუ გაყალბებული ამ პროცენტის და ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია იმ შედეგის, რომელსაც ის მიიღებს ან დაიწერს. ხო, ამისათვის მას ჭირდება, მოდი ასე ვთქვათ, ფერუმარილ წაყრილი 7 წინასაარჩევნო გარემო, სადაც აი ცნობილი სახეების მიმართ დევნა არ ფიქსირდება, თორე ქვემოთ რაც ხდება, აი ნახეთ სოციალური ქსელები, პარტიებისგან აიღეთ ინფორმაციები, ადგილობრივი არასამთავრობოებისგან, ისევ ისეთივე დაშინება მოსახლეობის ქურდული სამყაროა გააქტიურებული, პირადობის მოწმობებს ართმევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აკეთებს ყველაფერს, რომ აი ამ მასობრივი ძალდატანების მოსყიდვის მეშვეობით დაიწეროს ის პროცენტი, რაც მას უნდა, მაგრამ ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს. გააორმაგოს ასეთი დაშინებით და მოსყიდვით შედეგი, რომელიც მისი დამარცხების გარანტია, ხო, აი მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, ეს არის მაქსიმუმი 35% ოცნების, რასაც ოცნება იღებს სოციოლოგიურ კვლევებში. ამ შედეგის გაორმაგება არის წარმოუდგენელი, რასაც გვიანონსებს ქართული ოცნება, ხო? ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ის ვერაფრით ვერ მიიღებს, თუ გაყალბებას ეცადა, მაგრამ დამაიმედებელი ამაში არის ის, მე აი ჩვენ ეთერამდეც ვსაუბრობდით, ბევრისგან განსხვავებით ოპტიმისტურად უყურებ თავად 26 რიცხვს, იმიტომ რომ თავს ვერ დავდებ მართალია, მაგრამ არ გამოურიცხავ, რომ 26-ში საღამოს 8 საათზე ოცნებამ ნახოს რა 15-20%-იანი სხვაობა მის მიერ აღებულ ხმებსა და ოპოზიციის ჯამურ ხმებს შორის, სადაც ის აგებს, როგორც ვთქვით, 15-20%-ით ოპოზიციის ჯამურ მაჩვენებელთან, დაიხუროს ქუდი და წავიდეს ხელისუფლებიდან. არ გამოურიცხავ ამას, იმიტომ რომ მას არ აქვს არც ერთი მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერა, არ აქვს დასავლეთის გასაგებია, მაგრამ არ აქვს არც რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ამათი სიბეცე რუსეთსაც ყელში ამოვიდა, როგორც ჩანს, მინიმუმ არ შეარგო ერთ თვიანი
ტყუილი კამპანია იმის თაობაზე, რომ თითქოს და ქართულ ოცნებას ჰქონდა რეცეპტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც უფრო მოახლოვდებით არჩევნებს, ხშირად ვსვამთ ხოლმე ხელისუფლებასთან კითხვას თეორიულად, განიხილავენ თუ არა ისეთ სცენარს, რაც მათთვის სასურველი არ არის, მშვიდობიანი გადაბარება მოხდება, არ მოხდება, გვინდა რომ რაღაც სიტყვებს შორის ინტერვალში დავინახოთ, მათ აქვთ თუ არა უნარი, რომ რეალობა ასე მარტივად დაინახონ, რომ 26-ში ნახონ სხვა შედეგი და დაიხურონ ქუდი და წავიდნენ. ანუ ამ უნარს თქვენ ხედავთ, ანუ ასე რაღაც მწარე რეალობასთან ასე შეგუება შეუძლია ქართულ ოცნებას თქვენი აზრით, ანუ იცით რა, ამას ის ჯერ არ აჩვენებს თავისთავად, იმიტომ რომ საკმარისია უდნავი ჩამოშლის ნიშნები ამორჩეველმა დაინახოს და ის 35-30% სანატრელი გაუხდება. ამიტომ მაქსიმალურად ეცდება, რაც შესაძლებელია ხმები მუქაჩოს და მერე რეალობას შეეგუოს. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სცენარი. მას რჩება მეორე სცენარიც, ანუ თუ ის მარცხ ხდება და ამ მარცხს აღიარებს, მას მაინც აქვს საშუალება, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელოს და მთავრობის შემადგენლობა, ასე ვთქვათ, გაიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად, რასაც ვერ მოახერხებს, მაგრამ მერე ჩნდება, მას კიდევ აქვს შანსი გაურიგდეს, ვთქვათ, თეორიულად რომელიმე ოპოზიციურ პარტიას და ეგრეთ წოდებული უმცირესობის მთავრობა ჩამოაყალიბოს. ანუ რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ განაცხადოს მზაობა, რომ თვითონ იყოს, ასე ვთქვათ, თვითონ იყოს პრემიერობის კანდიდატი, ის აკომპლექტებდეს უპირატესად მთავრობას, მაგრამ ქართული ოცნების ხმებიც გამოიყენოს ამაში. ამასაც არ შეიძლება, რომ ქართული ოცნება ამ ვერსიასაც გამორიცხავდეს. და მესამე ვერსია ყველაზე მძიმე და რთული არის თუ ის წავა არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და შემდეგ პროცესები გადავა ქუჩაში, ხო? ამისათვის ახლა ძალიან აქტუალურია ეს ტექნიკური მთავრობის და პრემიერის კანდიდატის წინასწარ შეჯერების თემა და მე მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ ამაზე საუბარიც, იმიტომ რომ მე ამას უყურებ როგორც თუ კი ჩვენ წინასწარ გვეცოდინება პრემიერობის კანდიდატი, ოღონდ იმგვარი, რომელსაც აქვს მაღალი ელექტორალური წონა და სანდოობა და უნარები იმისა, რომ კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა, ეს ამომრჩეველში არჩევნების შემდგომი პერიოდის შიშს და არასტაბილურობის განცდას შეამცირებს და გაცილებით მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებში. აი, ვინც არ ეთანხმება ამ ვერსიას და არის პარტიები, რომლებიც წინასწარ დასახელების წინააღმდეგნი არიან, ამბობენ, რომ არსებობს რისკები. ერთის მხრივ ის, რომ რაღაცნაირად შეიძლება ეს საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგიდან მოწყვიტოს პარტიები, თუ კი ისინი დაიწყებენ ახლა იმაზე მსჯელობას, ვინ იქნება შემდეგ მთავრობაში, ან შეიძლება ეს ცუდად გამოჩნდეს, ან კონტრპროდუქტიული იყოს, რადგან პროპაგანდამ გამოიყენოს, რომ აი ესენი უკვე სკამების გადანაწილებისთვის ემზადებიან, ან მოკლედ ხელისუფლების პროპაგანდა რაგიღა ვიცით საერთოდ რაზეა აგებული, შესაძლოა ეს პარტიებისთვის არ იყოს მაინც და მაინც შედეგიანი. ამ არგუმენტაციას რას უპასუხებთ და მინდა ბატონ დავითის აზრიც მოვისმინო. ხო, მე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, იმიტომ რომ დავიცვათ დროის პარიტეტი. ამ შემთხვევაში როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი, მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების საფრთხის რისკების შემცირება არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში და ის პერიოდი, როცა არჩევნების შემდგომ პერიოდში ეს ტურბულენტობის ძალიან მყიფე პერიოდი, როცა პარტიები ერთმანეთთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს მთავრობის დააკომპლექტებაზე, გაცილებით შეიძლება უფრო მაღალი რისკის შემცველი იყოს იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ იქნება მონახაზი, თქვათ, პრემიერობის კანდიდატის ან თქვათ ტექნიკური მთავრობის, ხო? ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი გადმოსახედიდან უმთავრესი პირობაა ეს უნდა იყოს იმგვარი ფიგურა და ასე ვთქვათ ადამიანთა ნაკრები, რომელსაც აქვს ელექტორალური წონა, ნდობა და ასე ვთქვათ კრიზისული სიტუაციების მართვისუნარი. საუბრობდით, რომ ხელისუფლებას მოუწევს და ხედავთ რაღაც ოპტიმისტურად, რომ შესაძლოა საერთოდ ისე განვითარდეს მოვლენები 26-შივე აღიაროს წავიდეს. მაგრამ ხომ შესაძლოა მეორე მხრიდანაც შევხედოთ პროცესს, შესაძლოა ხელისუფლებას საერთოდ არ ჰქონდეს ეს გეგმაში და ფიქრში.
თუ ვაკვირდებით მათ კამპანიას, არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, ნაკლებად თანმიმდევრულია, რადგან აი თქვენ შემთხვევაში დაიწყო პროცესი, ლეგიტიმაციაზე მიანიშნა ევროსაბჭომ, გააჩერა, შემდგომ იყო სხვა გადაწყვეტილებებიც და აი მაგალითად ბოდიშის კამპანია საერთოდ უღაპელაციოდ დაიწყო ბოდიშის მოწოდება, შემდეგ უკვე ივანიშვილი ბოლო გამოსვლაში საერთოდ აღარ ახსენებს. არის თუ არა ხელისუფლება თავდაჯერებული იმდენად, რასაც გვაჩვენებს საკუთარი კამპანიით და თუ მოხდა ისე, რომ მან არ აღიარა არჩევნები. ზოგადად ამ სცენარს განიხილავთ თუ არა, თეორიულად როგორ შეიძლება ეს პროცესი განვითარდეს? რა თქმა უნდა, ამ ქართული ოცნების მმართველობის სტილს და 12 წელს, განსაკუთრებით ბოლო წლებს თუ გავაანალიზებთ, ამ სცენარსაც აქვს არსებობის უფლება. მაგრამ მე დავყოფთი ორ ეტაპად. პირველ ყოვლისა ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ სცენარის და პრევენციის ერთადერთი გზა არის დიდი სხვაობა ოპოზიციის ხმებსა და ხელისუფლების ხმებს შორის. ეს არ არის საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არა ვარ ძალიან შორს ვართ ბელორუსისგან. თუმცა ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ანუ თუ 26-ში ხელისუფლება ახერხებს და რჩება, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ კლასიკურ ბელორუსულ სცენარზე მივდივართ, მაგრამ დღეს არა ვართ და ამიტომაც რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ხელისუფლების მიტაცება. ამიტომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, დღეს ჩვენ ყველანი ვასრულებთ ჩვენი წინაპრების მისიას. ჩათვალეთ, რომ სულხან საბას, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის სულია გადმოსული საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეში და ჩვენი ვალია დღეს უნიკალური შემთხვევა გვაქვს პირველად ქართველი კი არ ეხვეწება იქეთ ევროკავშირს, ლამის ევროკავშირი გვეხვეწება. კარია ღია და როგორმე გადმოდგით ეს ფეხები შემოდგით შიგნითო, ხო? მონაწილეობა არჩევნების მონაწილეობა და მეორე მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ერთგვარი საკოორდინაციო საბჭოს გაკეთება, მათ შორის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან ერთგვარი სიტუაციური ოთახი, სადაც პროცესების სავარაუდო სცენარების ანალიზი მოხდება, პრევენციის გზები, მასზე რეაგირების გზები, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ერთიანად არჩევნების დღეს, რამდენიმე დღით ადრე, არჩევნების შემდგომ დღეებში თუ ამისი საჭიროება იქნა, სადაც იქნება ერთიანი მედია ცენტრი და ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ერთ ღერძზე აწყობა და გაჟღერება, სტრატეგიული კომუნიკაციების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს პარტნიორებთან ასევე კოორდინირებული მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მოკლედ ეს არის ხო ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ გავიყვანოთ სამშვიდობოს და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი. კი ბატონო.